არის და ბევრი საინტერესო მოვლენით დაგვამახსოვრდა ეს წელი პრინციპში მათ შორის განსაკუთრებულად ბოლო პროცესებით თვე აქციები მიდის პროცესი დასრულდა თუ გაგრძელდება თქვენი ეს მოგესალმებით თქვენს მაყურებელს პროცესი რომელიც დაიწყო წლების წინ თუ ახლა ამ დღეების პროცესი. და მეოთხე მცდელობა რევოლუციის ხო ასე ითვლის მართველი გუნდი. ახლა რა ეტაპზეა ეს მცდელობა? რევოლუციის მცდელობა უკვე ჩავარდნილია, მაგრამ რაღაცა პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება, ეხლა ექნებათ ერთი გაფართხალება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს. ისინი ძალიან ხიზიანდებიან და ამიტომ ვაგრძელებთ ჩვენს ამ თემაზე საუბარს, იმიტომ რომ მათი გაღიზიანება ლიდერებზე მაქვს საუბარი. და ხალხზე არა ხალხს უნდა შევეცადოთ რომ პირიქით მათ შორის რაც არ უნდა განსხვავებული აზრი ჰქონდეთ და იყვნენ ისინი გარკვეული ფსიქოლოგიური ტერორის ხელფერი მათ ავუხსნათ ეს ჩვენი ვალდებულება ბევრი რამე ამას ვაკეთებთ ეთერებიდან სოციალური ქსელებიდან და ასე შემდეგ მაგრამ ხიზიანდებიან ლიდერები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვამბობთ რომ არ იყო 200,000 ადამიანი ტყუილსაც აქვს მასშტაბი და ფეიქსაც აქვს საზღვარი ფეიქსაც კი. ეს საზღვრები მათთვის არ არის მისაღები, ვიღაცა ეს გაბერი რომ გაბერავს, ეს უნდა მიიღო მოცემულობა, თორემ შენ ბოლშევიკური თუ ფაშისტური თავდასხმის ობიექტი გახდები და ეს ძალიან არ გვანაღლებს. უფრო სხვა რაღაცები გვანაღლებს და ეს ქვეყანა გვანაღლებს, მაგრამ მეორე მხრივ კიდევ უფრო სერიოზულად ამ თემაზე თუ ვილაპარაკებთ, თავარია რომ ჩვენ მართლები ვიყოთ ერთი და შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში მშვიდობა, ეკონომიკის წინსვლა, რაც არ უნდა ფაშისტური და ბოლშევიკური კამპანიები აწარმოონ, ჩვენ რაღაც საზრუნავი გვაქვს ამის იქით. ერთი ბრძოლის მოედანი არის გარეთ, რასაც პოლიტიკურ მოედანს ვეძახით და აქ მიდის სიტყვებით, მეორე მხრიდან манипуляციებით, ფეიკებით ბრძოლა და ჩვენი სიმართლით ვებრძვით. ეს სიმართლე ბევრისთვის არ არის მისაღები, ბევრი იღებს და რადგან მეტი იღებს ამ სიმართლეს, ამიტომ ვიმარჯვებთ შემდეგ არჩევნებში, ამიტომ ვიმარჯვებთ და ამიტომ გვაქვს ის რომ მილევადია ეს პროტესტი, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ საბრძოლველი და სამუშაო გვაქვს, რაც საერთოდ არ ჩანს. აქ არის ეკონომიკაზე საუბარი, აქ არის ინფრასტრუქტურაზე საუბარი, აქ არის ბევრ ისეთ მიმდინარე საკითხი, რომელზეც საერთოდ არავინ არ საუბრობს, თითქოს არ ხდება. ამ დროს არ არის ქვეყნის მართვა ესეთი მარტივი, არის რთული პროცესები, მით უმეტეს ამ საბოტაჟის პირდაპირ გაგებითაც კი, ამ საბოტაჟის ფონზე და მეორე მხრივ ჩვენი ვალდებულებაა რომ ამ ახსნასთან და პიარულ ელემენტებთან ერთად, რაც კიდევ უფრო მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ის წინსვლა, რაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველოს აქვს აი ამ турბულენტობის მიუხედავად. 29 რიცხვი ახსენეთ. თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ მზად არიან სალომე ზურაბიშვილი ფიზიკურად დაიცვან. დღეს იყო შეხვედრა მათ შორის ორბელიანების სასახლეში, სადაც ითქვა რომ შესაძლოა 28-ის საღამოდან იქ მივიდნენ მხარდამჭერებთან ერთად და 29-ში არ მიცენ ხელისუფლებას საშუალება რომ სალომე ზურაბიშვილს დაატოვებინონ ეს სასახლე. როგორ ვითარდება 29-ში პროცესები, რომ მოგვიყვეთ თქვენი ხედვა? რაზე არის ამბობთ რომ მოქალაქე სალომე ზურაბიშვილთან ექს-პრეზიდენტ მოქალაქე სალომე ზურაბიშვილთან ერთად დაიკავონ ორბელიანების სასახლე. დაახლოებით ასე ის განცხადებას წაგიკითხავთ, მზად ვართ 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში და გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ანუ ფიზიკურად აი ამ შენობის გამაგრება. ამას არ ქვია განცხადება, ამას ქვია ისინი აგიჟებენ სალომე ზურაბიშვილს. გადაჭარბების გარეშე ვამბობ. ეს მაინც და მაინც აღარ ჭირდება მხოლბატონს, მაგრამ აგიჟებენ პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით და ახლა უბრალოდ აქ განსხვავება ის იქნება მართლა გააგიჟებენ საბოლოოდ და ეს ადამიანი იტყვის რომ არა მე ექს-პრეზიდენტი რა ვიცი რაღაცებს იძახებს სტალინი ვარ ამბობენ ხო ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები ძალიან დიდი ბოდიში ამას რომ ვამბობ მაგრამ არის რაღაცა როდესაც სამკურნალო ხდება ადამიანი ასეთ რაღაცების გაგვიგია ხო რაღაცებს იბრალებენ და მე ვარ პრეზიდენტი კიდევ ამას დაიბრალებს და ეს ამ კატეგორიაში გავარო გაგიჟდა ეს კალიო ყველა იტყვის და ექსპერტიზი დაადასტურებს თუ დანაშაულს ჩაიდენს საჭკვაზე მყოფი ადამიანი რომ ამაში შეყვება და დანაშაულს ჩაიდენს თუ არა ის მარტო თუ ეს იქნება თანამზრახველებთან ერთად და მრავალწლიანი პატიმრობისათვის საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც გაწირავს და ისინიც ამაში შევლენ, ეს მათი გადასაწყვეტია. მუქარაო ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ამბობდნენ და მე ხუმრობით უთხარი არ ვიცი გავიდა თუ არა არ მიმიდევნებია თვალყური ჟურნალის ერთ-ერთ
თქვენს კოლეგას, რომ შევერთები მუქარას და მეც დაგემუქრებით მეთქი, რომ თუ თქვენ დანაშაულს ჩაიდეთ, თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ, კი არა, გარანტირებულად აღმოჩნდებით, გისოსებს მიღმა. ეხლა ეს თუ მუქარაა, კი ბატონო, იყოს მუქარა. მაგრამ რეალურად ხომ და უთხრათ, რატო არ უთხარით, რატო არ აუხსენეთ, შეიძლება ვიღაცებმა ვისაუბროთ. მოლოდინი გაქვთ ამ შემთხვევაში. არაფერი, მე პრაქტიკულად წარმოუდგენად მიმაჩნია, რომ ამ დანაშაულზე წავიდეს და თან ჯგუფურ დანაშაულზე და თანამზრახველებთან ერთად და ეს რაღაცა ეს ცადონ, წარმოუდგენად მიმაჩნია, მაგრამ გამორიცხოთ, ვერაფერს გამორიცხავ. ყოველ შემთხვევაში კანონია, სახელმწიფოა და ეს არსად სკამის ჩაბაღაუჭების ასეთი თან დანაშაულებრივი პრეცედენტი მართლა არ მახსენდება, შეიძლება იყოს სადღაც. მე არ მახსენდება ცივილიზებულ სამყაროში ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ჩვენ წინასწარ ხომ და უთხრათ, კი არ ვაფრთხილებთ და ვემუქრებით. უბრალოდ ვეუბნებით, რომ თუ მართლა მსგავსი ვიღაცა გადარეულმა მოიფიქრა და დაარწმუნა, რომ შენ იქ უნდა დარჩე და იკავო სახელმწიფო შენობა, სახელმწიფოს ბალანსი არსებული პრეზიდენტის სასახლე და მოქალაქე ექს-პრეზიდენტმა სალომონ ზურაბიშვილმა თან ვიღაცებთან ერთად ჯგუფურად ჩაიდინო ეს დანაშაული. ჯო დანაშაულს რო სასჯელი მოსდევს, ხო ყველა მიცის. შენობის დაკავების გარდა ამ გეგმის ნაწილია, რომ დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები და სხვათა შორის გვარამია დღეს ამბობდა, რომ ის როგორც იურისტი და როგორც კონსტიტუციონალისტი უკვე მიიჩნევს, რომ არ იქნება გაცდენა კონსტიტუციური ჩარჩოებით. ნუ ის ასე პოზიციონირებს. ამით არ გაცდება პრეზიდენტი კონსტიტუციურ ჩარჩოებს. ვერ ვილაპარაკებ სერიოზულად. იმიტომ რომ იურისტების მოქალაქეების შეიძლება მაგრამ თუ ეს რეალობა დაგიდგათ, რომ სამზარეულოში გამოვიდა და თქვა რომ პარლამენტი დავითხოვა, შემდეგ ამას მოყვა უცხოელი აქტორების განსხვავება. დაგენაღლა თქვი, დაითხოვეთ ახლა. ხო, მაგრამ თუ ეს რეალობა დაგიდგათ, რომ სალომონ ზურაბიშვილი ამას საუბრობს. გაგრძელება? ანუ არაფერი არ ხდება. რა უნდა მოხდეს რაც არ შეუძლია. სამართლებრივ მხარეს არ გულისხმობ. გულისხმობ იმას, რომ უცხოელი აქტორების მხრიდან რომ აი საქართველოს პრეზიდენტმა დაითხოვა. და იმათაც თქვა, მე რა ხდება? ანუ თუ არ შეუძლია და რა აქვს ამის უფლება და ვერ დაითხოვს და ვერ გააკეთებს, იძახოს რამდენიც უნდა და თქვი იმერე, მაგრამ პრემიერის დანიშნოს ვაწერს ხელს. კი ბატონო. ათქეს და გვარამიას მოაწეროს ხელ და გვარამია პრემიერი თქვას და ითამაშონ მე ეს სახლობანა თავის თავრობანა ითამაშონ. ალტერნატიული პარლამენტის იდეა პრინციპში არსებობს. შექმნან, იყვნენ თავის სადღაც შეიკეტონ და ჩაატარონ ის რა ქვია პარლამენტის ხმოვნები. არა სერიოზულად, რატო იცით, მე შემიძლია ხა მაგალითად თელი სერიოზულობით აუხსნა, ალბათ უნდა აუხსნათ კიდევაც, მოგვიწიოს შეიძლება ასე ციგიჟეში თუ შევლენ, რომ აგერ არის სამი საფუძველი, რომლის შემთხვევაში ხდება ახალი მორიგი და ასე შემდეგ არჩევნების დანიშვნა და არც ერთი შემთხვევა სახეზე არ არის, არ გაუბათილებია ცესკოს, არ უთქვამს სასამართლოს რომ ბათილია, არ გასულა ვადა და ასე შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ ამ საფუძვლებზე თელი სერიოზულობით და აუხსნათ მოქალაქეებს და მოსახლეობას, მაგრამ იურისტების ხო გვისმენენ. ეხლა სერიოზულად რო დავდგე და ვილაპარაკო რომ ამის საფუძვლებზე შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს რომ რადგან ასე სერიოზულად ლაპარაკობს დინარაძე იურისტი. ესე კი რაღაცა შეიძლება ინტერპრეტაცია შეუძლებელია. არ არსებობს ესეთი მოცემულობა, რომ ეხლა რაც მოაფიქრდება თავში და არის ფორმალური რასაც საფუძვლები ჭირდება, უფლებამოსილება თითქოს წერია სადღაც. ასე შეიძლება ბევრი რაღაცა კიდე ერთხელ ვიმეორებ. ბევრი რაღაც წერია, მათ შორის წერია აწერს ხელს, ხო? პრემიერი დანიშნოს მაშინ. რატო უნდა იტყვა, საფუძველი თუ არ ჭირდება ამ ყველაფერს და ეს კონსტიტუციური დათქმები და კანონისმიერი დათქმები არაფერ შუაში არ არის. ესე ცალკე აღებული რაღაცა, ყველაფერი გააკეთო შეუძლია მაშინ თავართარდალი წერია, ხო? შეუძლია ჯარი გამოიყვანოს ახლა და მოუწოდოს რომ რაღაც არ შეუძლია, ხო? ესე იგი, ეს არის ფორმალური ცერემონიული უფლებამოსილებები, რომელსაც ცივილიზებულ სამყაროში საპარლამენტო ქვეყნებში ასე ცნობენ და ეხლა მათ უნდათ რომ რაღაც ახალი პრეცედენტი შექმნან, ითამაშონ თავისთვის შეუძლებელია ამგვარი არათუ ინტერპრეტაცია, აღქმაც კი იქნება აბსოლუტური სიგიჟე და ამავდროულად ეს სიგიჟე დაკვალიფიცირება როგორც სისხლის სამართლის წესით დაჯადი ქმედება და ამას აქვს პასუხისმგებლობა და თუ მრავალწლიანი პატიმრობისთვის მზად არის და მიდის ამაზე მისინება ხა ჩვენ ხო არ დაუშვით. თქვენ შეგიძლიათ ეხლა წახვიდეთ ჩაიდინოთ რაღაც დანაშაული, გაძარცვოთ ადამიანი, მაგრამ უნდა იცოდეთ წინასწარ რომ ძარცვისაც არის პასუხისმგებლობა და აღმოჩნდებით გისოსებს მიღმა. თუ მაინც და მაინც მოინდომებთ რომ თქვენ იძახეთ რომ მე შემიძლია აგერ წავართო აგერ პატივცემულ ოპერატორს თავისი ნივთი, თავისი ტელეფონი და გავიქცე და აღარ დაუბრუნო მივისაკუთრო, ესე მგონია რომ ეს ამის უფლება მაქვს მე. იძახეთ რამდენი ძილი მაქვს ამის უფლება მაქვს. არა გაქვთ უფლება და ამ ძარცვისაც საოცრად დაგიჭერენ და სალომონ ზურაბიშვილზე როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ფიგურაზე ხშირად ვისმენთ განცხადებებს
აწევებს უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან და აი აქ არის საინტერესო მმართველი გუნდის პოზიცია. იცით, ბოლო პერიოდში რჩება შტაბ-ბიჭდილება, რომ თქვენ არც ისე ძლიერ ხართ დაინტერესებული აი ურთიერთობების დაალაგებით დასავლეთთან. თითქოს ეს არ არის ამ ეტაპზე მმართველი გუნდის პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, უხსნით საზოგადოებას თუ რა არის მიზეზი ამ კრიტიკის, მაგრამ რამდენად ცდილობთ რომ გამოსწორდეს ეს მდგომარეობა, ეს არის მნიშვნელოვანი. ხო, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ძალიან გაცილებით მნიშვნელოვან თემაზე გვიწევს ახლა ამ კითხვის საპასუხოდ, ამიტომ გადაგიხადეთ. მადლობა საუბარი და გაცილებით სერიოზულად და გაცილებით დიდი საკითხია, ვიდრე ის დანარჩენი სალომე ზურაბიშვილი გამოვა, დანაშაულს ჩაიდენს, არ ჩაიდენს, რაღაცას ითამაშებს, იქ თავნიშნე არჩენ რაღაც სიტყვის, ეს არის მეასეხარისხო. რაც თქვენ ახლა დასვით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საგარეო პოლიტიკის კურსის განსაზღვრის, მათ შორის მე არ ვლაპარაკობ მიმართულ ეს კურსი кайხანე განსაზღვრულია კონსტიტუციაში წერია. გზები, რა კურს ატარებ შენ გადაჭრის შენი საგარეო მიმართულებების გადაჭრის გზებთან მიმართებაში. რა კურს ადგახ? ანუ შენი გზა და შენი კურსი ზოგადად არის ევროპული, ევროატლანტიკური, მაგრამ კურსი როგორც ასეთი უფრო კონკრეტულად დღეს რა გაქვს, რა გეზი გაქვს, კიდევ უფრო კონკრეტულად აღებული, როგორ აკეთებ ამ ყველაფერს. ამის განსასაზღვრად მოდი შევეცადოთ რომ მაყურებელი თუ 2-3 წუთი ცალკე აღებული ამის მექნება, ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასევე ვერჯერ მოგვიწია ამ სიტყვის თქვა, საქმის კურსში როგორ ვფიქრობთ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველი, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს კურსში არ მოხვედრია და ჩვენი ბრალიც არის, შეიძლება ამაზე ალბათ უფრო ხშირად უნდა ველაპარაკოთ მაყურებელს, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა და მნიშვნელობა უნდა გქონდეს ყველას გააზრებული. პოლიტიკოსები, რომლებიც იღებენ თავისი სამშობლოს, თავისი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში მათ უნდა გქონდეთ გააზრებული, სად ვცხოვრობთ. გახსოვთ საფრანგეთის ლიდერმა რომ ასე მოგვამონათა თქვენი გეოგრაფიაო ცოტაო. აი ეს იყო ერთ-ერთი მავნებლური განცხადება ჩემი აზრით ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან, ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან. რატომ? საქართველოს არ არის საქართველოსთვის არ არის გეოგრაფია შემაფარხებელი. პირიქით, ერთი მხრივ ის ევროპის ნაწილია, მეორე მხრივ ჩვენ მეგობარ, მეზობელ პარტნიორ ქვეყნებს კარგად ვიცნობთ მათ დანიშნულებასაც და ფუნქციასაც კარგად ვიცნობთ აზერბაიჯანი და სომხეთი. მაგალითად, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი მდებარეობა მათი გეოპოლიტიკური, ხო, მათ შორის. ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მდებარეობა გვაქვს და ნუ წარმოვიდგენთ ისე რომ ვიღაცა გვჭირდება ჩვენ ძალიან ეს ვიღაცა რაც უნდა პატივსაცემი, პატივსადები, ორგანიზაცია თუ რაღაც პირთა ჯგუფი თუ თქვათ ესეთ სახელმწიფო და გაერთიანება იყოს, ჩვენც უნდა ვიცოდეთ და გადაწყვეტილებებიც როგორ მივიღოთ გაგვიადვილდება, რომ ვარ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მათ შორის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყანა. როგორც კი ამას ჩვენ გავიაზრებთ და გავათვითცნობიერებთ, მე მივხვდებით რომ ჩვენ სახვეწარი არავისთან არაფერი არ გვჭირს. კიდევ ვიძახი, კიდევ ვამბობ. ამაზე ჩვენ ხშირად არ ვსაუბრობთ, მაგრამ რადგან მომეცდა მის საშუალება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მნიშვნელობა არის დიდი. არა მხოლოდ იმით, რაზეც მაგალითად შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და ბევრი ჩვენგანი ძალიან ბევრჯერ ლაპარაკობთ, რომ ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ეროვნული ბევრი თვისება, რაზეც ასე ვიბრძვით და რაც სამწუხაროდ საბრძოლო გახდა და ამაზე მე ვილაპარაკობ, თუ იქნება მის დრო. ეს რა თქმა უნდა, ეს საჭიროებაც აქვს დღეს ევროპას და ევროპელებს. არ შეიძლება რომ იდენტობის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საჭიროებაზე არ ვილაპარაკოთ, მაგრამ თუ კი ეს სხვა ნაწილია, ხო? მაგრამ სხვა საკითხია. თუ კი გეოპოლიტიკას ვილაპარაკობთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ფასი, ჩვენი პოლიტიკური ფასი. საკმარისი ურთიერთობების დასალაგება. არა მხოლოდ. რა თქმა უნდა არ არის სწორი ჩართვაა. რა თქმა უნდა, გიორგი, ეს არ არის, ხო, მე მაგარი გეოპოლიტიკური მდებარეობა მაქვს და ახლა მე არც რეფორმას გამოვხდი, თუ გინდა მიმიღე თუ არა და ისე რიგით, ამ დამოკიდებულებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაელაპარაკო ევროპის ქვეყნებს და ევროგაერთიანებას. მაგრამ, როდესაც შენ ამავდროულად სწორად მიდიხარ შენი რეფორმებით, შენი გადადგმული ყველა ნაბიჯით, შენი და ვიღაცები იქით გამონათებენ და რუს გეძახიან, იმიტომ რომ ტრენდია ასეთი, ყველა აგენტს დავალებული აქვს ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, რომ სხვა მესიჯი არ ჭრის. ეროვნული მოძრაობების, ეროვნული შიდა დინებების წინააღმდეგ სხვა მესიჯი, რომელიც ჭრის, ამ მესიჯს მათ ასე გონია საქართველოში ვერ გაჭრა. ეს კარტი ვერ ჭრის ეროვნულ მოძრაობას
ბევრ რამეს გულისხმობ ამაში. ეროვნულ სულისკვეთებას საქართველოში ეს კარტი სად იჭრის, სად არ ამას თავი დავანებოთ, სხვა ქვეყნებს ნოვაცხენინებთ. საქართველოში ეს კარტი არ ჭრის. და რატომ არ ჭრის? იმიტომ რომ ქართველში განსაკუთრებულია თავის სამშობლოს სიყვარული, ქართველში განსაკუთრებულია თავისი იდენტობის დაცვის გენეტიკური ინსტინქტი. მოდიში გიორგი დავამთავრებ. ქართველში ეს არის განსაკუთრებულად მძლავრად ემოციის, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ემოციის და პრაგმატული გადაწყვეტის დონის. როდესაც აი ამ ორი რამის თანხმედრა ხდება, რომ ემოციურად ქართველი არის ძალიან შეყვარებული თავის გუშინდელ დღეზე, თავის წარსულზე, თავის ტრადიციაზე, საუკეთესო ტრადიციებზე და ამით განსაზღვრავს განვითარებასთან ერთად თავის ხვალინდელ დღეს და ეს არის გენეტიკური ის კოდი, რომელიც ამ 3000 წლოვანი და კიდევ უფრო დიდი ისტორიის განმავლობაში იმას უზრუნველყოფს, რომ ჩვენ დღეს ქართულად ვლაპარაკობთ, ჩვენ დღეს ქართველობაზე ყველაზე კარგი გაგებით და ნებისმიერი გაგებით ვლაპარაკობთ, აი ამისი გარანტი რაც იყო ის უნდა დარჩეს და ქართველმა ცნობიერში და ცნობიერშიც მათ შორის პრაგმატულზე თუ ლაპარაკობთ ამ შემთხვევაში ცნობიერში ძალიან კარგად იცის საქართველოს მოსახლეობის ქართული საზოგადოების უმრავლესობამ რომ ეს მთავარი გენეტიკური კოდი წარსულის პატივისცემისა და მომავლის ამგვარად განსაზღვრისა და იდენტობის შენარჩუნებისა არის შენი ერის ეროვნულობის ენის მათ შორის მამულისა და სარწმუნოების ასევე ქვაკუთხედია ამ ყველაფრის გარანტია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გეოპოლიტიკიდან გადავერთოთ. აქედან გამომდინარე, აგენტის დავალების მიცემა და მე აგენტის მიერ განხორციელება რუსული ყველაფერი ეროვნულს ეძახოს არგუმენტის გარეშე რაღაცები დაზეპირებული არგუმენტებით ილაპარაკონ და რუსული ეძახო ყველაფერს არ ჭრის. შესაბამისად ამისა, რადგან ეს არ ჭრის, ჩვენ მყარად ვართ, ორფეხზე ვართ, ძალიან ესეთი სიმბოლური გახდა ეს ნათქვამიც. ორფეხზე მყარად ვდგავართ და ამასობაში ვათვითცნობიერებთ ჩვენ პოლიტიკურ ფასს და მნიშვნელობას. შესაბამისად ჩვენ სახვეწარი არავისთან არაფერი არ გვჭირს, თუმცა მიუხედავად ამისა, ცალმხრივ ერთ-ორ ქვეყანას ხომ მოგვიწია ამის თქვა. ცალმხრივ მეგობრობასაც კი ვაგრძელებ. წარმოვიდგინეთ, ისე კი არ ვართ, რომ ძალიან ესე ხელის აქნევით ველაპარაკებით. ქვეყნებს, რომელიც ასანქცირებენ ჩვენს თანამდებობის პირებს ვეუბნებით მე რჩები შენ ქვეყანასთან და ხალხთან ცალმხრივ მეგობრობის რეჟიმში ოღონდ შენ ბიუროკრატს მე შენ პატივს არ გცემ. კი ბატონო, ზუსტად ამაზე მინდა გკითხოთ. მოცემულობა რაშიც ვიმყოფებით. შტატებმა სტრატეგიული პარტნიორობა გააჩერა ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ. ვისმენთ სანქციების მთელ წყებას, რომელიც შესაძლოა 20 იანვრამდე გაგრძელდეს. ვნახეთ ევროკავშირში არა, მე შეიძლება გაგრძელდეს იმის მოტრიალებას ესე მარტო დღეში ერთი დასკაფონდა. მათ შორის ვნახეთ ევროკავშირიდან პასპორტების თემა, დიპლომატიური პასპორტების თემა უკვე ვიცით დაახლოებით რა გადაწყვეტილება იქნება, ასევე ცალკეული ქვეყნებიდან პერსონალური სანქციები, მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ ამ ურთიერთობების მოტრიალება? ერთის მხრივ თქვენ ისაუბრეთ გეოპოლიტიკაზე, რომელიც არის ფაქტორი და ჩვენი მდებარეობა და არის სერიოზული ფაქტორი, მაგრამ მხოლოდ ეს მოატრიალებს ამ პროცესებს, როდი შეიძლება დავუბრუნდეთ ძველ სტატუს-კვოს, ან შეიძლება დავუბრუნდეთ საერთოდ? კი, შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი სტატუს-კვოზე უკეთესი გქონდეს. მაგრამ ამას ჭირდება ბევრი მუშაობა და ბევრ ფაქტორზეა მათ შორის საქართველოსგან დამოუკიდებელზე დამოკიდებულია. მაგალითად. აი ხლა ჩვენ შეგვიძლია ასევე ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხოთ, ეხლა ლოკალურად აი ამ დღეების განმავლობაში შეიძლება მოხდეს და როგორ განვითარდეს მოვლენები, ამაზე ვილაპარაკე, ეს ვიღაცას გაუხარდა, ვიღაცა მიხვდა რომ სწორს ვამბობდი, ვიღაცამ სათავისოდ გამოიყენა, მაგრამ ამასობაში deep state-ის დაუმარცხებლობა დაანონსა და ბევრი რაღაც გაეპარათ იქ მესიჯებში, ამბობდნენ ძალიან არეულები არიან, ადრე უფრო მწყობრი და აგენტურული მესიჯები ჰქონდათ, მაგრამ ახლა აგენტურული დარჩა და მწყობრი გამოერიცხათ მათ მესიჯები და მოდი ახლა ამაზე ვილაპარაკოთ რა ხდება. ტრამპი, რომელზეც ჩვენ გარკვეულ იმედებს ვამყარებთ და ეს იმედები, რა თქმა უნდა, გვაქვს. რატომ ვამყარებთ ტრამპს? აქ ხო, მოდი ერთი რაღაცას ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს აქვს რაღაც გარკვეული ძალიან კარგი თვისებები, ზოგადად პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, სერიოზული ხალხი სოფლიო პოლიტიკის რაღაც აქცენტებზე არ საუბრობენ, ხო? აი ხა მაგდა კარგი გოგოა, გიორგი კარგი ბიჭია და მამუკა ასეთი და ისეთია და აქედან ჩვენ რაღაცები განსაზღვროთ, ეს არასერიოზული ლაპარაკი იქნება, როცა ამხელა პოლიტიკურ პროცესებთან გვაქვს საქმე. ვითარება შეიძლება შეიცვალოს პოზიტიურისკენ, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის მაგალითად უნგრეთთან მიმართებაშიც და ასე შემდეგ, ოღონდ რა შემთხვევაში.
და მე იმედი მაქვს რომ ასე მოხდება. ამისი გარანტია შეიძლება არ იყოს არსად, მაგრამ უდიდესი ალბათობით ეს ასე უნდა მოხდეს. სამი ფაქტორი რაც გამოიკვეთა ბოლო პერიოდში. მეოთხეს ასე გამოკვეთილად ვერ დავასახელებთ. საქართველოსთან ურთიერთობაში. ეს იყო ომის ფაქტორი, რაზეც იყო ეს რეალობა იყო, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ომი უნდა ვიღაცას თუ არ იყო ამაზე იმედიოდა კამათი, მთელი PR კამპანიები ჩატარდა ამაზე, რომ არა, საიდან მოიგონეს ომი, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ საომარი მოქმედებისკენ, კულისებში რა ხდებოდა, იმასაც რომ თავი დავანებთ, რაც მე პირადად მყარი რწმენით კი არა, უბრალოდ ფაქტების დონეზე ვიცი, რომ გთხოვდნენ ასე პირდაპირ და აღარ შევიდეთ აქ სიღრმეებში, ბევრჯერ ვილაპარაკია, ამის იქით არ შევსულვართ, და ღმერთმა არ დაგვაჭიროსაც გვითქვამს, ესეც გვითქვამს. და რაც ღია წყაროებში მოიპოვება, როგორ გთხოვდნენ, მათ შორის მაგალითად უკრაინის უშუალო საბჭოს დივანი პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისაკენ. დასკვნა და ლოგიკური ჯაჭვით კი არა, რომ მოხალისეებს თუ გაუშვებდით, ასე მოხდებოდა, სანქციებს თუ დავაწესებთ, ამ ლოგიკურ დასკვნებსაც რომ თავი დავანებოთ, რასაც გთხოვდნენ და იქიდან გამომდინარე რა გამოდიოდა. არამედ პირდაპირ მოთხოვნებიც იყო. ანუ ფაქტობრივი გარემოებებით ჩვენ ვიცით რომ მოსახლეობა მიცის და მისმა უდიდესმა უმრავლესობამ რომ ჩვენ გთხოვდნენ ომს. ჩვენგან ეს უნდოდა და ინტერესი, რა თქმა უნდა, გლობალური ინტერესი მათ შორის არის რომ რუსეთი დასუსტეს, სისხლისგან დაიცავოს, შეიძლება მშვენიერი ინტერესი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოყენება ისეთი აქტორის საქართველოსი, რომელიც სისხლისგან კი არ დაიცლება, წამსვე განადგურდება და ის ან დაიცლება მე ან არა, ვის მიმართაც იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი, ეს არის ჩვენი ქვეყნის განადგურება. ვიღაცა შეიძლება რაღაც კეთილშობილური მიზნები გაქვს შენ ცივილიზებულ სამყაროს რომ ოკუპანტი ქვეყანა ასეთი ისეთი დაასუსტო, გაანადგურო რაღაცა, მაგრამ ესე პაიკივით წამწიო იქით, სადაც ეს პაიკი ყველა ვარიანტში გაწირულია, საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვა. ეს ერთი მოცემულობა ეს იყო. და ორი, რაზეც გამონათებდნენ, ბევრი ვერ გამიგრძელდეს, პირდაპირ რეზოლუციებში ბოლოს ჩაწერეს, ხო? ეს იყო გამჭვირვალობის კანონი, იმიტომ რომ ძირითადად ხა NGO-შნიკებს იმ პატიოსთან ხალხს, ვინც მართლა მუშაობს რაღაცა თემებზე, ქონდათ ერთი და სხვას ქონდა 1000. მდიდარი NGO-ებს, იმიტომ ვიძახთ, ანუ NGO თუ არის პირობითად რაღაც 20,000, პირობითად ვამბობ, თავარი თანხა აქედან 90-95% ხმარდებოდა 15-20 ან 30 NGO-ს და დანარჩენი ყველა 1000-ობით NGO-ს, ხო? ეს ვიცით, ამიტომ ეს მდიდარი NGO-ები პირდაპირ იყო დაკავშირებული რაღაც ძალებთან, რომლებიც აფინანსებდნენ სხვადასხვა გზები, სხვადასხვა, როგორ ხდებოდა მათი უკაცრავად ჭყალებში და გაправება, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ეს საკითხი იყო მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორჯერ რევოლუცია ცადეს ამასთან დაკავშირებით, რატომ? რატო ატყნა ამ ხელა ამბავი? რა იყო ახლა გამჭვირვალობაში? აი სიტყვა აგენტი არ მოდი ამოვშალეთ ის სიტყვა, აქ გადავწიეთ ეს საკითხი გვერდზე. რატომ? იმიტომ რომ ბერკეტი გამოეცალათ ხელიდან, როგორც კი გამჭვირვალე გახდება ამ ხალხის დაფინანსება, მათ ეცლებათ ბერკეტი, როცა უნდათ მოაწყონ რაღაც არეულობა მინიმუმ, ან და მათთვის კარგ შემთხვევაში რევოლუცია ამ ქვეყანაში, ხო? ანუ რუსეთთან იომე არ ვამბობ, მაშინ გადაგატრიალეთ და ვინც მოვა, ის იომებს. ეს ბერკეტი გამოვაცალეთ. ანუ ესეც მნიშვნელოვანი საკითხი იყო და ტრენდული საკითხი სამწუხაროდ, ეს იყო ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, რომელიც იმ ტრენდულ ჭყალებში საკითხს საერთოდ ჩეხავდა, რასაც ქვია, რასაც LGBT პროპაგანდა ქვია, განსაკუთრებით ბავშვებში, მოზარდებში, ბაღის და სკოლის აღსაზრდელებში და ასე შემდეგ და აქ საუბარი არ არის სრულწლოვან ადამიანებს. ეს სამი საკითხი იყო და არის გამოკვეთილი. და ყველაზე კარგი რატომ გვაქვს რომ დაუბრუნდეთ თავარ სალაპარაკო თემას. ტრამპის ინაუგურაციის მოლოდინი. მეორე აღარ გავიმეორდა მესამე საკითხთან, სამივე საკითხთან დაკავშირებით ანალოგიური დამოკიდებულება გახმოვანებული, დეკლარირებული მესიჯები აქვს ბატონო. დაუშვა ტრამპთან მიმართებაში ეს საკითხები არ თანხმდება მის მომავალ ადმინისტრაციას. ევროკავშირთან. ეხლა რა ხდება? ჩვენ მოდი გულწრფელად ვილაპარაკოთ, ამის გამხელა ცოტა ჭირდა ადრე და ახლა ვილაპარაკოთ, ჩვენ ვილაპარაკოთ ამერიკულ გავლენებზე ჩვენს კონტინენტზე. ეს თუ ეხლა თავს მოვიტყვებ და არანაირი გავლენა რაშუაში ამერიკა და ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პოზიცია მასთან დაკავშირებით, მაშინ დავანებოთ საერთოდ საუბარს თავი, თუ ვიცით ყველაფერი რა ხდება და ხედავთ, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პოზიცია, ხო? მოკლედ რომ მოვჭრათ აქ. და რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ deep states, ესეც კარგად უნდა ახსნათ, იმიტომ რომ ამაზე იყო წეგან რაც თქვი, მესიჯები რო გახუნეს. ჩვენმა ოპონენტებმა, აგენტურმა ოპოზიციამ. ანუ ტრამპის თავარი დაპირება იყო ომის დასრულება, რომ მეორე დღეს დავამთავრებ ომს.
ხო იყო საუბრები. და Deep State-ის დამარცხება. ჩვენ რომ გვამონათებდნენ ომის გლობალური ომის პარტია და სასაცილოდ არ ყოფნდათ ვითომ ჩვენზე კარგად იწოდნენ ზოგიერთმა ჩვენზე კარგად იციან სად რა ხდება სიღრმეები იციან ჩემზე კარგად ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრმა ეს რომ საღლიცინო თემად გახადეს ამაზე ალაპარაკდნენ მას კი მომავალი ჯანდაცვის მინისტრი მომავალ კაბინეტში ტრამპის და ძალიან ბევრი ადამიანი ჯეფრი საქსი უამრავი ადამიანი ექსპერტები ანალიტიკოსები ალაპარაკდნენ მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წარმომადგენლები ანუ პირდაპირ მათ ერთ შემთხვევაში დემოკრატებს სხვადასხვა ძალებს უწოდეს ომის პარტია ჩვენ გლობალურ სიტყვას ვამატებთ რომ გაიგო ყველას რომ ქვეყნის გარეთ ძალებზე საუბრობთ და არა იმიტომ რომ ადგილობრივი ომის პარტია ჩვენ დავარქვით და სწორადაც დავარქვით ნაციონალურ მოძრაობა და შესაბამის კლასტერს თუ ტრამპი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოახერხებს და ვიმედოვნებთ რომ მოახერხებს თავისი დაპირების შესრულებას დაამარცხებს Deep State-ს ეგრეთ წოდებულ ღრმა სახელმწიფოს თუ როგორც ითარგმნება ანუ ეს ნიშნავს ბიუროკრატიაში ამერიკულ ბიუროკრატიაში არაფორმალურ გავლენებს და შესაბამისად ეს გავლენები ხო ვიღაცას ეკუთვნის ეს ზოგი კლინტონს ასახელებს და ასე შემდეგ მაგრამ ზოგი სამხედრო ინდუსტრიას ზოგიას დავანებოთ ამაზე ლაპარაკს ჩვენ წითელ ხაზებს საქართველოს ხილდებით რომ არ გადავიდეთ და არ გადავახტეთ ასე ვთქვათ და აი ამ გავლენების ავტორების გავლენები თუ შესუსტდება შესაბამისად ზეწოლაც ამ მიმართულებით საქართველოს შესუსტდება ჩვენ რომ ლაპარაკობთ რომ იქით ხარეს დგას არა ეს ხალხი ესენი მათი აგენტები ინსტრუმენტები არიან ქართული ეგრეთ წოდებული ქართული როგორ დავარქვა ოპოზიცია არამედ თავარია ჩვენ ვისაც ვეჭიდავებოთ ამ დიდ ძალებს და თულად წარმოსადგენელი იყო ვიღაცისთვის რომ ვინც იცოდა ვის ვებრძოდი და ვის ვეჭიდავებოდი რომ მათ ამ ბრძოლაში ასე როგორც დღეს ვართ მყარად გამოვიდოდით გამარჯვებულები დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ჩვენ მარტოები ამ ბრძოლაში არა ვართ როგორც მინიმუმ რაღაც გავლენები Deep State-ში ამ ომის პარტიის ამ გლობალური ძალების რომლებსაც გავლენები აქვს ამერიკულ ბიუროკრატიაში უნდა შესრულდეს თუ ეს დანაპირები შესრულდა ბუნებრივია ჩვენ გაცილებით უკვე გვექნება საქმე იმიტომ რომ წნეხი მოიხსნება რამდენადაც შესუსტება იმდენად მოიხსნება საერთოდ აღმოიფხრება ამ მიმართულებით წნეხი საერთოდ აღარ იქნება მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა და სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით მარტივი არ იქნება რა თქმა უნდა თუმცა გავაგრძელებთ და ჩვენ მყარად ვდგავართ ამ შემთხვევაშიც უფრო მეტი ბრძოლა უფრო მეტის გაძლება უფრო მეტი турბულენტობის ატანა მაგრამ მაინც მოგვიწევს მაგრამ მაინც ყარად ვიდგებით მაგრამ უკეთესია ხო ხა ტრამპის პრეზიდენტობის წინა პერიოდიც საქართველოსთვის უფრო შედარებით წყნარი იყო მაგრამ შემდეგ როგორც კი ტრამპი აღარ იყო პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 4 წლიანი ურთულესი ციკლი ჰქონდა საქართველოს ეს ხო დამთხევა არ არის მათ შორის ის დამოკიდებული იყო რომ ომი სადღაც დაიწყო რეგიონში ომები გაჩაღდა მეორე ფრონტად ქცევას მოითხოვდნენ ჩვენსაც უნდათ ეს ინტერესი იყო და ასე შემდეგ მოკლედ დამოკიდებულია რა მოვლენები განვითარდება მნიშვნელოვანწილად რა თქმა უნდა 100% მაგრამ უდიდეს და მნიშვნელოვანწილად ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ აი ამ ბრძოლაში განვითარებულ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ აგენტურა ახსენეთ ბულინგი როგორც ბრძოლის იარაღი და აუცილებლად მინდა გთხოვოთ შეაფასოთ ინციდენტი რომელიც მოხდა თქვენ სადარბაზოში ფოტოსურის ქალბატონ დიხამინჯეს დაეტყო აღელვება და თქვენ სხვა გამოხვედით წყობიდან მაგდა ძალიან გულწრფელად გეტყვით ერთ რაღაცას რომ ეხლა მე და თქვენ დიდი ხანია ვიცით რომ თქვენ ერთმანეთს და წყობიდან გამოსული მე არ ვთქვათ ეხლა 15 და 20 წლის წინ არ ვიყავთ გულწრფელად გეუბნებით ისეთი ნერვები დაწყობილი და გაწონასწორებული რომ მე თქვა რომ მე ნერვები მართლა არაფერზე ხანდახან აი ცოტა გადაუხვევ რა ადამიანურ მომენტად შევეხებით რომ ადამიანებიც ვართ ჩვენ ამასობაში პოლიტიკოსები და ჩემი ძალიან ხშირად გამკვირვებია საკუთარი თავის რაც დრო გადის პოლიტიკაშიც ვარ ბოლო პერიოდთან შედარებით სხვადასხვა თავიდანვე ნიკა გვარამე ძალიან ცნობილი ეთერია ეთერში რომ შემომივარ და ჩემი ყველაზე მაგაცი ამბობდა თავზე შემოვიტყეს ხოლმე დაამთავრა პოლიტიკური კარიერა მაგრამ მივხვდი რომ სხვა პასუხისმგებლობა მქონდა და აი ამ რაღაც ტრენინგების ავტო და გარედან ტრენინგების ფონზე მართლა ძალიან მყარი ნერვები აღმომაჩნდა ჩემდა და ჩემი ახლობლების გასაკვირად ერთადერთი რამე მანერვიულობს აი ძალიან გულწრფელად გეტყვი თუ კი რამეზე ნერვიულობ დღეს გიჟათ არ ჩამთვალოთ უკაცრავად ხუმრობით ვიტყვი არაფერი სხვა არ მანერვიულებს ისე ხა რა თქმა უნდა ეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები არ მანერვიულებს ვერ ვიტყვი მაგრამ ნერვიულობასაც ვთქვი
პირდაპირ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი დაახლოებით შედეგი, იმიტომ რომ გამარჯვებულები გამოვთ ყველა ვარიანტი, როგორც ასეთ ამ შედეგზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი გამარჯვებული გამოვალ და ძალიან ბევრ ჩემ ნაცნობს ახლობელს მეგობარს და პოლიტიკურ პარტნიორს უთქვამს თანაგუნდელს უმრავლესობის წევრს თუ მინისტრს სხვა რომ შენ განსაკუთრებულად გმატებ ხოლმე ენერგიას, იმიტომ რომ საერთოდ ემოცია არ გეტყობა და არაფერზე ნერვიულობ რაღაც ესე პოზიციონირებში შეგინდაც. მაგრამ ერთადერთი რაც მანერვიულებს ადამიანებს შორის არ ვიცი როგორ ადავარქვა უსიყვარულობა, გაუცხოება, რაც ამ შემთხვევით კი არ ვამბობ, ლიბერალურმა ფაშიზმმა, აი ამ დამოკიდებულებამ მოიტანა. მართლა სახის კარგავენ ადამიანები, წარმოუდგენელი რაღაც არ მინდა იმასაც კი არ მინდა შევარ, თუმცა დღეს გავიგე იმდენი რაღაცა იმ ხალხზე, რაც არ მქონდა, ჩემი მეზობელი ყოფილა, იყო ვიცოდი, მეუბნებოდნენ რაღაცა პოსტერს წერს, მისამართს წერდა, ოჯახთან ერთად ცხოვრობ იქ. მისამართს წერდა, ჩემსაც აქ ცხოვრობს, მაგრამ იშვიათად მოდის რაღაცებს იგონებდა, დაცვით თუ რაღაც დღეს ხო აღმოჩენე რომ არც დაცვით დავდივარ. მარტო გადავადგილე. ხოთაშურის ბევრისთვის გასაკვირად უნდა თქვა, ამდენი დაცვით კი იული და რაღაცა. ჩემ ცხოვრებაში არც ერთი დღე დაცვა არ მყოლია. თაზო ხანდახან გამოვყვება ხოლმე სადღაც გიჟივით თუ შევარდები ხალხში, იმ დღესაც თაზო მაყდა, ჩემი ბრძოლიც არის, მეგობარიც არის და დაცვაც არის და ყველაფერი რა ვიცი, 1000-ში ერთხელ თუ სადღაც გამოვყვება ხოლმე რომ ვიღაცა იმედში რომ მოვიდა და გადმომიხდა 30 კაცი და გადაუხდი მეც მარტო თაზოს გადმომყვა. საჭირთან ნიშდა და აი ერთადერთ თუ სადმე შეიძლება თაზო გამოჩნდეს. და არასდროს ჩემ ცხოვრების განმავლობაში დაცვა არ მყოლია. დღეს აღმოაჩინა ამ ქალბატონმა ეს რომ დაცვას არ მყოლია, მანამდე იწერებოდნენ თუ მე ის და მისი თანამზრახველები რომ დაცვა და რაღაცები რა, როგორც მეუბნებიან არ ვიცი. მაგრამ ყველაზე ცუდი ისიც რა არის ამ ამბავში? ის არაფერი რაღაცა იკივლა დაზეპირებული მე დაიზეპირა ამ ხალხმა, რასაც ის ლაპარაკობს, ახალი გაიგეთ რამე. რუსო მოღალატე ჩელიაბინსკის ისულელებს რაღაცებს ლაპარაკობენ და გასაგებია ეს დაზეპირებულად ეს უნდა იძახონ. ზოგს ჯერა არ ვიცი, ეს ამ ხალხზე მეუბნებიან რომ 6 თვე საქართველოს საერთოდ არ არის, ანუ ნომრიანი აგენტია, ასე გამოვიდა, თორე მე დღეს თავიდან თუ გახსოვთ, თუ ნახეთ ეს თავიდან ბოლომდე, მეუბნებოდი რომ თქვენ შეიძლება გულწრფელად ჯერათ რაღაც მსგავსი პოზიციონირება მქონდა რომ შეიძლება რაღაც შეცდომაში ხარ შეყვანილი და თურმე შეცდომაშია შეყვანილი კი არა LGBT პროპაგანდისტია და იქ ამერიკაში დიასპორაში ცდილობდა რაღაცების დაალაგებას, ხალხის გაგიჟებას, აქ ჩამოვიდა და კონკრეტული პროექტები მე იმას ამუნათებდა ხა მარიამ ლაშს და ნინო წილოსანს რაღაც მე უქვეყნებს ხმოვანი შეტყობინებს კი თანამშრომლობდნენ ესენი, მაგრამ ერთს რო აკეთებს ვითომ რაღაც კარგი მიმართულებით იქაც ხო ნაღმებს დებენ და მე აქეთ საშინელებებს აკეთებენ, აორგანიზებენ ამ LGBT პროპაგანდის საკითხებს, ამ დიასპორული რაღაც ვითომ ისეთი პროტესტის საკითხებს და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის? აი ერთი ადამიანური მომენტი მინდა მოყვე, ძალიან ალბათ ასეთ გადაცემაში ამ თემაზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ მინდა ეს მოგიყოთ. 2007 წელს იმ კორპუსში სადაც ცხოვრობ, ახლობით 70 ოჯახი ცხოვრობს, რომ გადავედი, ესე ტრადიცია ქონდა, აი მეზობლობის არის ყველაზე ქართული, ყველაზე თბილი, ყველაზე მოსიყვარული, ყველაზე დამოკიდებულებით, სხვათა შორის უკაცრავად ვიტრაბახებ და მე ავიღე ინიციატივა ჩემ თავზე, გადავედი თუ არა, სულ 6 თუ 7 მეზობელი იყო, ვინც ცხოვრობდა, ყველანი დავპატიჟე ჩემთან სახლში და მე ტრადიციაც იქცა ეს, რომ ყველა სხვა გადაცემის ფორმატია, ვიცი, უკაცრავად თუდად რომ ვიყურებ. გადავედი რაღაცებში, მაგრამ უნდა მოვყვე. და მე ტრადიციად იქცა და სანამ ერთი 20, 25 თუ 30-მდე ოჯახი არ გადმოვიდა, მანამდე არ მოიშალა ეს ტრადიცია და მე მომდევნო ვინც გადმოვიდა რესტორანში დავედი, ვეღარ დავედიეთ სახლში და ესეთი რაღაცა სულ ტრაბახობდი, რომ ჩემი კორპუსი რო არ და მეზობლობა როგორ ბევრს ეხა ჩემს იგული, ალბათ ეცნობა ჩემი სიტყვები, რომ ჩვენი კორპუსი მეზობლობა რაღაცა ერთ-ერთი ქართული კომპონენტია ჩემთვის, იმიტომ რომ ქართველისნაირი მეზობლობა არავის არ აქვს. ესეც აღიზიანებს ჩემი აზრით. გუშინ სახლში მივივარდე, რა სახლში უნდა მომივარდე, რა ფაშიზმი ხარ, ბოლშევიკი ხარ, აჯანდაბა ხარ, რა თქვა სახლში მომივარდე. ორი ჩემი პატარა შვილი ცხოვრობს იქაც. რა სახლში უნდა მომივარდე. მაგრამ ამას დავანებო თავი, ბოლოს ვერ დაალაგეს ეთყობა, ვერ დაორგანიზეს, ვიღაცა მიხვდა, რომ მართლა ნამეტანი ბოლშევიკურია თუ ფაშისტურია და ეს შემთხვევით დავხვდი ამას. არ ვიცი, 10% შეიძლება დაუშვა, რომ მართლა შემთხვევით დავხვდა, მაგრამ მე რო ჩავედი, იქ მელოდებოდა, იქ იდგა და რა ვიცი, ეს პერფორმანსი მოაწყო, რაც მოაწყო. არ ვიცი, თუ შემთხვევით იყო, მაგრამ ფაქტია, არ მგონია შემთხვევით ყოფილიყო, რომ
თავი დავალება რომელიც შეასრულა უკმაყოფილო იყო თავის პოსტშიც ჩანდა ეს. ანუ ამ შემთხვევაში რას დაარტყეს იცით? უკვე ეს მეზობლობაც არც მეზობლო, აღარაფერს ნიშნავს. ეს ქართული თვისებები რაღაც განსაკუთრებული. სადაც შვილებს მოუწოდეს რომ დაუპირისპირდით თქვენ მშობლებს, იქაც მოსწავლეებს მოუწოდებდნენ რა მეზობლობა, მეზობლობა არის მიასახარისხოვანად. ეს ჩემთვის თქვენთვის რაღაც ქართული რო სხვანაირად გვესმის, შეიძლება ჩვენთვისაც ან LGBT აქტივისტებისთვის რა მეზობლობა და რა მეგობრობა და რა ქართული საერთოდ რა შეინტერესებს. სხვათა აი ძალიან გულწრფელად გეტყვი. სუზე პირად ვიცით ეხა ვინ არის, ვინ რისი მკადრებელია, ვინ ნაცია, მაგრამ ჩემ კორპუსში ხა ერთსაც აი ძალიან გულწრფელად ასეთი არ უკადრებია არავის, რაც ამან ეკადრა, კამათიც მოსულია რამდენიმე დღის წინ. სულ ვიცით 5-6 სეპირად ვიცით ამ სამეზობლომ ვინ არის და ვინ არის იქით ასე გადაგიჟებული, ხო? ჩემ კორპუსში ცხოვრობს გუბა სანიკიძე. მისი ოჯახის არც მას. ეხლა იმას თავის მე ვერ ვეთანხმები კი არა, ზუსტად იგივეს ვილაპარაკებ მასე, რასაც სხვაზე ვლაპარაკობ დაუშვათ, მაგრამ აი ამ ამბავში ამ ხალხს არ შეშლია. მისი ოჯახის წევრებს, ის შვილის პოლიტიკაში ჩაერთო ეხლა, მის მეუღლეს არც გასაგებია პოლიტიკური ოპონენტი და პოლიტიკური მტერია. მაგრამ მეზობლები ვართ, ამ მეზობლები მოგვიკითხავს კიდევაც ერთმანეთს და მივსალმებთ. შეიძლება საყვედური მიიღოს, მე მგონი. არავინ არ მიიღებს საყვედურს, თვითონაც აი ლევან სანიკიძის შვილია ბოლო-ბოლო, ხო? პოზიტივს ვერაფერს ვერ ვიტყვი მასზე. ვერაფერს პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ აი ამ საკითხში არის რაღაცა დაუწერელი, რაღაც წმინდა რაღაცეები. აი ამ დონეზე გაგვყავს ჩვენ ქართველებს მეზობლობა, ხო? და აი გუბა სანიკიძეს და მისი ოჯახის წევრებსაც კი ამ საკითხში ამ ხალხს არ შეშლია არაფერი. რაღაცა ნორმალურად ისე ხვდებით მეზობელია და გასაგები მეზობელი ისიც არის ესაკეთა. მაგრამ ეს ვიღაცა რაგვარი დიხამინჯია, წარმოიდგინე არ აკავებს არაფერი საერთოდ. არც აი ეს ყველაზე არაქართული, მათ შორის დღეს ვათაშორის თქვენ წერა წაიკითხეთ აქ რომ შემოდიოდი. მესმოდა და ვხედავდი ტელევიზორში ეკრანზე იქ ერისიონის და მომღერლების და ასე შემდეგ განცხადებას, ამაზე არაქართული. თვითონ ცეკვავენ ღერიან აქ უნდა ვიყოთ, ოკუპაცია მოახდინეს თვითონ ბავშვებს, ანუ ოკუპანტები ამ ქვეყანაში არიან ესენი ვიღაცების ტვინების, რუსების ტერიტორიების და ახლა დაემატათ ისევ ესენი აგენტები საქართველოს ბავშვების ახალი წლის ოკუპანტები არიან. ბავშვები უნდა მიდიმოდიოდნენ ნაძვისხესთან და ესენი დადიან ახლა 900 იქნებიან 1084 და 1184 და 1984 ესენი დადიან და ოკუპაცია მოახდინეს ბავშვებს წაართვეს ახალი წელი და თან გრინჩები წერენ ბოროტი გრინჩები არის ასე გაგრძელება. ამბობენ ოპოზიციის ლიდერები, ისინი ამბობენ რომ სანამ ორი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ვადამდელი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება, მანამდე ეს პროცესი არ გაჩერდება. ხელისუფლებას რა მოლოდინი აქვს? დაკავებულების გათავისუფლებას რაც შეეხება. ჯერ ერთი აქაც რაღაც პროცენტს ვიტყვი. ადამიანი პრაქტიკულად ვერ წარმომიდგენია, ვისაც არ აქვს ჩადენილი დანაშაული და ზის სისხლის სამართლის წესით. ან ადმინისტრაციული წესით, რომელსაც არ ჩაუდენია ადმინისტრაციული გადაცნობა. მე ასეთი შემთხვევა, ამას საერთოდ ლაპარაკობენ, იმიტომ რომ არ აწყობთ ამას შესვლა. აი ამან ეს არ ჩაიდინა. ამაზე არ ლაპარაკობენ. დაკავებულები ამ ბრალს არ აღიარებენ. არა, არ აღიარებს დაკავებული 100-დან 99 ბრალს არ აღიარებს ხშირად. მაგ თემაში მე ნუ შემოყვე. მაგრამ ეხა აღიარებს თუ არ აღიარებს ყველაზე მტკიცებულება იყო და ამიტომ დააკავეს. ვიღაცაზე შეიძლება ნაკლებად სარწმუნო ვიღაცისთვის და შემდეგ ეხა რაც შეეხება იქ ამაზეც ამ თემასაც აუცილებლად უნდა შევეხო. ერთი კამერა ნუ ჩამხედავს მაინდა-მაინც გთხოვთ. გვარი და სახელი მეც რო არ მახსოვს და არც თქვენ არ გემახსოვრებათ, ესეთი გვარი და სახელი მინდა წაგიკითხოთ ორი. სახელები და გვარებით რომ დაგვაზეპირებინეს ადამიანები, რომლებსაც გარკვეული დაზიანებები ძალიან ცუდია. და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სხვა შემთხვევებში კიდეც უნდა გამოიძიოს რამე გადაცემას არ ქონდა ადგილი შესაბამისად სამსახურმა, მაგრამ სახეში რო წიხს ურტყავს, ქალს, რაც არ უნდა მაზრდენი იყოს ის ქალი. ხელს რომ ურტყავს და ასე შემდეგ, ამაზე დიდი არაკაცობა მე ვერ წარმომიდგენი. და აქცეულს რომ წიხს ურტყავს. ამაზე დიდი არაკაცობა ზამურალოს ვერ წარმომიდგენია, იზიებენ კითხოთ და ფოტოშურს კვირაში ერთხელ აქვეყნებენ ამას. სპეციალურ სამსახური აქვეყნებს კვირაში ერთხელ გამოძიებს და ამ შემთხვევაში ჟურნალისტთან მიმართებაში თუ მეკითხებით, უკვე ყველა ხვდებით, რომ იქ გამოძიება გარკვეულ ჩიხურ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ვინმე არ ითანამშრომლა ნიღბებიან ადამიანზე,
რომელზეც ამბობენ რომ ნახევარმა თბილისმა იცის და მეც ვიცი რაღაც სახელები და გვარები, ესე გადამოცემით ვიღაცები და ჭორაობით იმას რომ ვიზე თქვენს თქვენ თანამშრომელზე. რომელიღაცა თქვენ თანამშრომელზე თქვენს ეკოფანგანზე რომ დაგიკითხეთ ვარაუდი რო გამოთქვა. და ესე სახელები და გვარები Facebook-ში მეც წამეკითხავს ვიღაცებს და თუ ესე კარგად იცი და ზუსტად იცი იქ ჩემი მეგობარი იყო იქ ის რა გვარია ბორჩხაძის შულზე ლაპარაკობს. წავიდეს ის ადამიანი და ითანამშრომლოს. საქმის გახსნა ხო უნდათ. ანუ იქ ნაცი აღმოჩნდა აქტორი, ერთი აქტორი, ნაცი აღმოჩნდა მეორე აქტორი, მესამე ნაცი შვილი აღმოჩნდა, მეოთხე ჭორად რაც გავიგეთ არ არის ნაცი და ჩვენი მომხრეა. ანუ ნაცები არიან უმრავლესობა. თურმე ინციდენტში ნაცია დაზარალებული, ნაცებს აწყობდათ 5-6 კამერა აღმოჩნდა ირგვლივ ყველა ნაცი. და რანაირად ხდება და ნაცებს შეყავთ ეხა ჩიხში. და წავიდნენ კეთილინებოდა ითანამშრომლობდნენ, მაგრამ ეხა რა თქმა უნდა არის და უნდა მიხვდნენ ბოლომდე. მაგრამ ეხა მეორე, ეს დასაგმობი კი არ არის. უნდა ვთქვათ ყველამ რომ ამაზრზენია, ქალს, ხელს რო ურტყავს, ვინც არ უნდა იყოს ხას უსვამ. თორე ჩემზე კარგად არავინ არ იცის ვინ არის. აი რაც არ 100 ჯერ ბოროტი რო იყოს. რანაირია 100 ჯერ მასე ბოროტი არ ვიცი, მაგრამ და მათყუარა, მაგრამ 100 ჯერ ბოროტი მაინც არ შეიძლება შეეხო ხელი და მithumetes დაარტყა და დააგდო და ის ამაზრზენი კადრები ვნახეთ, ხო? წაქცეულს რომ წიხს ის თუ ვინმეს მოწონს, ის არის ავადმოყოფი. უფრო მეცაც ვამბობ. წაქცეულზე წიხლის დარტყმა თუ ვინმეს მოწონს, მაგრამ ამათ რა უნდა იცით შეაჩვიონ პოლიციელებს დედა აგინოს, ცოლშვილი აგინოს, შემთხვევით არ ვამბობ ამას. და მერე თავში ქვაესროლოს, პიროტექნიკა სახეში ესროლოს და პოლიციელმა რეაგირა. ამას ქართველ ბიჭს და კაცს აჩვევენ ამას, შენ თქვენი ვალდებულება გაქვს, შენი დაგინებს. და ამ გინებას ითმენენ ბიჭები რა უჯდებათ, მე ვიცი, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ძალიან ბევრი პოლიციაში. ჩემი უახლოესი მე და რა უჯდებათ იმ ბიჭებს, ეს მკითხეთ და მკითხეთ იმ პოლიციელებს სადმე, თუ აქ ვერ ვახერხებთ ამას, ისევ ვკითხოთ კულისებში, ხო? საშინელება, წარმოუდგენელია ქართველი კაცს, ამასაც ესეც ნაწილია იმ ქართული წინააღმდეგ ბრძოლის დედა უნდა შეაგინოს, უნდა მოგითმინოს. აი ეს არის საშინ. პოლიტიკოსები უფრო კარგ დღეში ვართ, ამ მიმართულებით ჩვენ მართლა არ მომითმენია. რასაც უნახულობ, აქვე გიდასტურებ, ვაღიარებ, რომ უკანაც ვაგინებ. იმიტომ რომ რა თმენის ვალდებულება არსად დაწერილი ასე არ არის, შენ დედას გაგინებ, შენ, მაგრამ პოლიციელს კიდე მეტი ვალდებულება აღმოაჩნდა, იმიტომ რომ იმას აბრალებენ, რომ ის ცემს და ამ დროს წინააღმდეგობას რომ უწევს, ისიც კი არ უნდა იყოს დაზიანებული. დაზიანებას ჯვარწერა ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, დამნაშავეც კი. ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს. აი სახელები და გვარები თუ გეცნობათ. ნიკოლოზ კვინტრაძე, იცით ვინ არის? მე არ მახსოვდა დღემდე. არ ვიცოდი, შეიძლება უფრო მართალი ვიყო თუ არ ვიცოდი, ან არ მახსოვდა. იცით ვინ არის? არ ვიცი. არა. სულიკო ასათიანი იცით ვინ არის? როგორ არა ის თქვენ გულისხმობთ ადამიანებს, რომლებიც დაღუპულები არიან. კი ბატონო 26 მაისს სახურავზე ამ ადამიანებს გულისხმობთ? ხო არ გვახსოვდა. არა, მე მახსოვდა. ხო, ძალიან კაი გიორგი რო გახსოვდა. ნახე. ესე იგი ჩახედვა დამჭირდა. მეტყვი არ მახსოვდა ესე იგი კარგად, ხო? ნიკოლოზ კვინტრაძე და სულიკო ასათიანი არიან ადამიანები, რომლებიც არ განძრეულან, არ დაფიქსირებულა რაიმე წინააღმდეგ, რა პიროტექნიკა და რა ქვისროლა და რა დედისგინება. აბსოლუტურად მშვიდობიანი ადამიანები, რომლებიც მოკლეს და ჯიხურის სახურავზე შემოაწყვეს. ეხლა ამისი ავტორები ან მინიმუმ ყველაზე კარგ შემთხვევაში ის ადამიანები, რომლებიც ამის ავტორებთან ერთად დგანან, ჩვენ გვიფრიალებენ თვალ ჩალურჯებული ადამიანის ფოტოებს. მიხვდით სად არის ამ რეალობის, ამ მოდელირებული რეალობის პარადოქსი? კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ოღონდ ცოტა სხვანაირად. მათ გვერდით დგახართ, თუ კი ვინმე მისმენს ახლა. როგორც მინიმუმ ყველაზე გულწრფელი ადამიანები ის რომ გონიათ რომ ჩელიაბინსკში გაგაღვიძათ ქართულმა ოცნებამ, ეს რომ დაგაჯერეს, ის ხო ცალკე პრობლემა, ამაზე ვილაპარაკოთ. მე სხვა დროს ან დღეს თუ ამის საშუალება იქნება. მიდიხართ და დგახართ იმ ხალხის დაორგანიზებულ აქციაზე და იმ ხალხის გვერდით და მათსავით ლაპარაკობთ. ვინც ეს ორი ადამიანი შემოაწყო მკვდარი ჯერ მოკლა აბსოლუტურად მშვიდობიანი, ქვებს კი არ ისოდნენ და კი არ ასახიჩრებდნენ პოლიციას, აბსოლუტურად მშვიდე არ განძრეულან. უბრალოდ მივიდნენ აპროტესტებდნენ ამისთვის მოკლეს, მერე წაიღეს გვამები, შემოაწყვეს სახურავზე
რომ დღე არ გაეფუჭებინათ, მე ჩაატარეს აღლუმი და შემდეგ გამოაჩინეს და დააბრალეს რომ აძვრენ ესენი ჯიხური სახურავს და იქ დაარტყა თურმე დენმა. აი ამისი ავტორების გვერდით გახართ ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან. თუ ვინმე მისმეს ის ადამიანი, ვინც ახლა მიტინგს და ამ დღეებში იმაზე დადის ხოლმე. და მე ჩემი ის გწყინთ, დაგთვალაო დინარაძემ და ტრანსპარენტები იმაზე გააკეთეთ, რომ ისინი მოგშორდნენ მაგიდან თუ მართლა გულწრფელი რაღაც გჭირდება და მე მოდით და ჩვენ დაგელაპარაკებით და აგიხსნით. რატომ ჭირდება ჩვენს ქვეყანას ასეთი ხისტი და ეროვნული დამოკიდებულება, რასაც რუსულს ეძახიან და თქვენს გაძახებინებენ ამაზე რუსულს და სამწუხაროდ გიორგი და მაგდა რა არის იცი მთელი უბედურება მართლა ამ ქვეყანაში არ გადავაჭარბებ და რამდენიმე ასეული 1000 ადამიანის კი რომელსაც გულწრფელად ჯერა ამ იმაზე მართლა ყველა აგენტი და ფულგადახდილი და დამაორგანიზებელი კი არ არის უფრო მეტნი არიან ის ადამიანები იმ 10-ობით და 100-1000 ადამიანს ვისაც გულწრფელად ჯერა რომ ქართულ ოცნებას რუსეთისკენ მიყავს თითქოს ეს ქვეყანა ანუ ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ პროპაგანდამ იმუშავა უფრო მეტზე ვერა და საბედნიეროდ ამ ქვეყანაში უფრო მეტი გაცილებით მეტი ადამიანები ვინც ამ სიგიჟეს ამ მარაზმს არ იჯერებს და არ იზიარებს მაგრამ მეორე მხრივ არსებობენ მაინც შედარებით მცირე ნაწილი რა თქმა უნდა ადამიანს რომელიც იჯერებს რომ რუსეთისკენ მიექანება ქვეყანა და ჩელებინსკში იღვიძებს და ძაღლ საბაკა არ უნდა და მაიმუნს ობეზიან არ უნდა დაუძახოთ და რაღაცას ისულებს მაგრამ ამავდროულად ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ თუ აღვნიშნოთ არ ვიცი რომელი იქნება უფრო სწორი სიტყვა რომ ამ ადამიანებს არ ვიცი ჩვენც ალბათ შეიძლება რაღაც დავაკელით საინფორმაციო თვალსაზრისით თუ როგორ შეიძლება ადამიანი ფაქტების თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში როცა რა ვიცი 5-6 სოციალური ქსელი მძლავრად მუშაობს ამ ქვეყანაში ამდენი ტელევიზია ესეთი დაფარვების ოპოზიციურიც გადართე გადმორთე ერთგან შედი მეორე ხო არ შეიძლება ერთხელ რაღაცა ინსტაგრამის ერთი მიმართულება გამოიწერა და იმაზე მე მინახავს ადამიანი მიკამათე ადამიანებთან რომელსაც ფაქტობრივი მოცემულობები არ ცოდნიათ ანუ შეფასება კი არ ქონიათ იქ ნაცური და როდესაც აგენტები თავაზობენ ანუ უბრალოდ არ ცოდნიათ მართლა რაღაცას რო ეუბნები გეკითხება მართლა ასე არისო ადამიანები მინახავს დღესაც კი რომლებმაც არ იციან რომ ნაცმოძრაობამ თავის დროზე 2008 წელს დააბრალა საკუთარ ჯარისკაცებს ომის დანაშაული. არ იციან უბრალოდ დღემდე ამ ეთერს არ უყურებენ. მოდით აი ბიზნესის პოზიციაზე მიკითხოთ. მოკლედ ერთი სიტყვით აი მას შევაჯამებ ფიციანდებაში მხოლოდ რომ ერთი მინდა ვთხოვო ყველას. მე ვილაპარაკე პიარის ამ ნაწილზეც მე ვილაპარაკე რაღაცა გაუცხოებაზე, ოჯახებში დაპირისპირებაზე. ერთი თხოვნე მაქვს ყველასთან. ფაქტობრივი მოცემულობიდან გამოვიდეთ თუ შეიძლება ყველას თქო ჩვენ მომხრეს არა ჩვენ მომხრეს ნეიტრალურს შუაში რასაც ეძახიან არ ვიცი ამომრჩეველს ახასიათებენ 1000 გვარად ნაც იმის მიმდევარს ყველას თქო ქართველები ვართ და გვიყვარდეს ერთმანეთი და ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს და ნუ გამოვაყენებინებთ ნურავის თავს ვინც არ უნდა იყოს ფაქტობრივი გარემოებებიდან გამოვიდეთ და სიმართლე ჩვენი თავის ფასი ვიცოდეთ, ჩვენი ქვეყნის ფასი ვიცოდეთ და ჯერ შევეცადოთ სიმართლე რა არის დავადგინოთ და შემდეგ გადავიდეთ დასკვნების გამოტანაზე. თორემ პირდაპირ დასკვნები და ეს თავში კაკუნი რუსი დიდ შეცდომებში შეგვიყვანს და სამწუხაროდ ამ შეცდომაში შეყვანილი ბევრი ახალგაზრდა დგას იქ ტვინს რომ ურეცხავენ და საერთოდ არ აკარებენ აქეთ არანაირ ინფორმაციას აი ამ მართლა დღევანდელი ტექნოლოგიების და დღევანდელი ინფორმირებულობის და შესაძლებლობების სამყაროში და ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არ არის სხვა მისი პრობლემა. აი ეს არის ჩემი თხოვნა და მოწოდება ყველას მიმართ. ერთადერთი რამაც შემაწუხა ხაზაღანაც გითხრა, ამით დავიწყეთ, ამით დავამთავრებ. ერთადერთი რაც გულწრფელად ყველაზე მაგრად მაწუხებს, დანარჩენი რა თქმა უნდა მაწუხებს ჩემი სამშობლოს, ჩემი ქვეყნის ბედის ყველაფერი და სრუნავ და მგონია რომ რაღაცა გავაწლები და ის ადამიანი იქაც ვინც დგა ბევრი მოვა ჩემთან და მეტყვის რომ ძალიან ვწდებოდი, ძალიან დიდი ბოდი. ჩაცედი, უკვე მაქვს პრეცედენტები არაერთი. არაერთი პირიქით პრეცედენტებიც მაქვს, ამასაც გულწრფელად გეტყვით.
რომ როგორ მჯეროდა თქვენ ცოტაა გასაგებია გაცილებით, მაგრამ ეს რა ქენით და რაღაცა რა უქენით და აი რუსული კანონი რა რუსული კანონი წაკითხული არ მაგ წაკითხული მაგრამ ყველა ამბობს ყველა გეუბნებათ გარედან რუსული წაიკითხე და მე მელაპარაკე. აი ესეთების მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა, გაცილებით მეტი შემთხვევა მაქვს, როცა მოსულა და აი ცუდად ფიქრობდი, მაგრამ გამოვერკვიე. რაც ემატება ადამიანს ასაკი, მეტ გამოცდილებას, მეტ ინფორმაციას იგებს და იძენს ამ გამოცდილებას, ესეთებიც ხდება ძალიან ბევრი, ძალიან სასიხარულო და დარწმუნებული ვარ წლების შემდეგ ბევრი ადამიანი მოვა და მოგვიბოდიშებს და იტყვის რომ ჩვენ სხვანაირად ვიცოდით, სხვანაირად გჯეროდა და თურმე რა მართლები იყო და როგორ გაიყვანეთ ამ უდიდესი турბულენტობიდან ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ ამაში, მაგრამ დღეს ნუ გამოვაყენებინებთ. ნუ რა ვიცი თავს და რაც მთავარია ეს გვაწუხებს ვიბრძვით ყველა ჩვენ აგურს დავდებთ ამ ქვეყნის მშენებლობის საქმეში მართლები ვიქნებით საკუთარი თავის საკუთარი შვილების და ყველას წინაშე მაგრამ ვერაფერი ვერ შეადუღაბებს უცებ იმას რაც ოჯახებში სამეზობლოებში სამეგობროებში ხდება მე ბედნიერი კაცი ვარ რომ ძმაკაცი არ დამიკარგავს აი იშვიათი გამონაკლისი ხარ მეუბნებიან არ დამიკარგავს ამ რაღაცეების. არც ერთი რაც უნდა წარმოდგენს ხო სხვათაშორის ემთხვევა ჩვენი წარმოდგენები ერთმანეთს, მაგრამ განსხვავება ძმაკაცი მეგობარი არ დამიკარგავს იმის გამო, რომ რაღაცა. მაგრამ ბევრი ამბობს, რომ რა დავხოცეთ ერთმანეთი. სამეგობროები დაიშალა ამის გამო. არ არის ეს ქართული რა. ვერაფერი ჩვენ გავარკვევთ საბოლოო ჯამში ტყუან მართალს და ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავა საბოლოოდ ამ турბულენტობებისგანაც, მაგრამ აი ამას ამ დაშორებულ მეგობრობას, დაშორებულ სიყვარულს ვერაფერი ვერ დააბრუნეს და მოდი გვიყვარდეს ერთმანეთი ქართველებს და ვიკამათოთ იქ რაზეც გნებათ. ვიღაცას ასე ჯერა, ჩემსავე ჯერა, დაანებეთ იმას თავი. ნუ ვერც დააბულინგებთ, მაგრამ ნუ აბულინგებთ და ისინი ჩვენებიც ხანდახან წოდავენ ხოლმე კაცო. ჩვენებიც ისეთი რადიკალურები არიან ხანდახან. თქვენს ყველას მოუწოდებ, რომ არ შეიძლება ეს დაპირისპირება პოლიტიკური რაღაცების გამო, მაგრამ ამას უზრუნველყოფენ ის გარე ძალები, რომელიც ავალებენ ფაშისტურ ბოლშევიკურ მოქმედებებს, იმიტომ რომ გახლეჩილი ერი, გახლეჩილი საზოგადოება უფრო მოწყვლადია და უფრო ადვილად დასამორჩილებელია. ამას ჩვენ არ დაუშვებთ ამ ქვეყანაში. ასეც ვილაპარაკებთ. ქმედებითაც დავანახებთ. შევეცდებით მაქსიმალურად ყველა ადამიანამდე მივიდეთ და ამას გავაკეთებთ დიდი ენთუზიაზმით, იმიტომ რომ ეს ჩემ ქვეყანას გამოადგება, არა მხოლოდ ეს პირადი ემოციების დონეზე დავტოვებთ ამ ყველას. ერთი კითხვაც მაქვს, ესე იგი აქტივისტების მთელი ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესი დააფიქსირებინოს პოზიცია, რომ ესე იგი ამ აირჩიოს კომპანია მხარე, სხვანაირად არ გამოვა ესე მუშაობა და ესე იგი ჩვენ მართლაც ვხედავთ, რომ ვრცელდება სიები, რომ გარკვეული კომპანიები, ქართული კომპანიები ხელს აწერენ პეტიციას ხელისუფლების წინააღმდეგ და უერთდებიან იმ მოთხოვნებს, რაც აქვთ მანიფესტანტებს, რომლებიც ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე. თქვენ როგორ აფასებთ აი ამ მოთხოვნას ერთის მხრივ ბიზნესის მიმართ მათ პოზიციას, რომ ისინი აწერენ ხელს პეტიციას? ანუ ფეიკი რა არის ახლა ამაზე ვარ გამომეკიდონ. იქ იყო რამდენიმე ცოტა მსხვილი კომპანია, ერთი თუ ორი იყო მსხვილი, რამდენიმე ცოტა მსხვილი კომპანია, შემდეგ პატარ-პატარა კომპანიები და შემდეგ აი ჩვენ სამ ადამიანმა ეხლა რა თუ ბიზნესში რო ვიყო და 20 შეპესე რო გავხსნათ და წლები ვერ ამოვიღე, მაგალითად ჩემი ძველი შეპესეები 2006-ში 7-ში 8-ში დაბრძნებული ერთი თეთრი რვა ყოფილა ბრუნვა და ყველა სახელით რომ ეკეთებინა განცხადებები. 1-7 შეპესე იყო რომ რაღაცა მიმართულებით. ერთი მფლობელის ქვეშ არის გაერთიანებული ეს კომპანია. არარსებული კომპანიებიც ბევრია, მაგრამ მოდი ახლა არსებულზე ვლაპარაკოთ. ძალიან ბევრია არარსებული კომპანიები. თუ გნებავთ დაინტერესდით, აი მოგიწოდებთ რომ დაინტერესდეთ იქ კომპანიები რამდენი არსებობს რეალურად ფურცლის იქით რამდენი არსებობს მაგრამ ეხლა იქ საკმაოდ ისეთი ცნობილი კომპანიების იყო ხო რამდენიმე მათ შორის ძალიან მსხვილიც მაგას ვამბობ ეს თავიდანვე თქვი უნდა მეკარგავთ ხოთონო გიორგი თუ შეიძლება ეხლა ნახეთ გნებავთ ხვალვე თქვენ თუ არ დაინტერესებულ ხართ ამდენი ხანი შეიძლება ვერ მივადევნეთ თვალყური შეიძლება იყო ბოდიში ხდით მოგაწვით იმ სხვილებიდან რამდენიმეს რომლებიც რუსეთში ვაჭრობენ, ექსპორტ-იმპორტით არიან გაცხოველებული და ძირითადი შემოსავალი აქედან აქვთ. ისე კი არა რომ 90% სხვაგან აქვთ და 10%. ძირითადი შემოსავალი. ეს ანტილაკახოშტარი ასე არ იყოს. ძირითადი დაფინანსება რო იქ სადღაციდან მიიღებს რაღაცა ფონდიდან, მასა ძირითადი შემოსავალი წყაროა. ფიზგულის პირდაპირ თქვით. არა, მოგაწოდებთ მეთქი, პასუხისმგებლობით რომ მივუდგე ამ საკითხს, მე ხა რამდენიმე წამოსვლის წინ გავიგე, მითხრეს მოდი ხვალვე მე თქვენ გპირდებით მოგაწვდეთ
შეგიძლიათ გამოაცხადოთ უფლებასაც გაძლევთ, რომ მამ უკამდინარაძემ მოგვაწოდა, მაგალითად, აი ამ 2-3 კომპანია მინიმუმ ამ წუთში რაც ვიცი და გადავამოწმებ, შევერთები მაქსიმალურად დარჩენილა გადავამოწმებ და მოგაწოდებთ იქ ძალიან ესე გაგულისებულები რომ იყვნენ ინტერვიუებსაც რო იძლეოდნენ, ასეთი ხალხი როგორ ვაჭრობს რუსეთში. ყველაფერი რუსეთი რო ზარავდა ეზიზღებოდა ეს ადამიანები აპროტესტებენ საგარეო კურსის ცვლილებას, ხო ეს არის? ხო, სად არის საგარეო კურსის ცვლილება? ეს არის იდეა. აი სად არის კურსი, სად მოიკითხეს, სად მოისმინეს, კობახიძემ რა თქვა, სად იყო. რატო არ შედიან მაგ თემაში? იმიტომ არ შედიან, რომ არ იყო არანაირ ცვლილებაზე საუბარი. ანუ მახვეწარები რატომ არ გახდებით? აქ და აქ ჩავედით? რატომ არ შეეხვეწებით? იმიტომ რომ მოგიყევით წეღან ყველაფერი და გარდა ამისა, აქაც ამ თემასაც უნდა შევიხოთ ძალიან მოკლედ. თვითონ ევროკავშირი გეუბნება, ხა ძალიან მარტივ დონეზე ჩავიდე და ამაზე მარტივად ახსნა შეუძლებელი იქნება. თვითონ ევროკავშირი გეუბნება, რომ 2030 წლამდე გაფართოება არის გამორიცხული. პრაქტიკა გეუბნება, რომ 2 წელი არის ყველაზე პრაგმატული მოლაპარაკებების დრო. როც თუ გინდა რომ მოგელაპარაკოს და უფრო წინ მიდიხარ შენ და ეს 2 წელი ყოფნის იმ შემთხვევაში და წელიწად ნახევარი და მოკლე პერიოდი, რაც ყველაზე ესეთი პროდუქტიული შეიძლება იყოს, მაშინ როდესაც რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე შესრულებული გაქვს. ეს მოცემულობები ხო გაქვს. და ჩვენ ვამბობთ, რომ 90 შესრულებული გვექნება 28-ში, 90%. დავდგები და მოგმართავ. მანამდე ვიცი, რომ არსებობენ ძალები, რომლებმაც უნდა გამოიყენონ იარაღად იმისთვის კი არა მოლაპარაკები გაგვიხსნან ან არ გაგვიხსნან, რომ არ გაგვიხსნან შეგნებულად და ამით იყოს დიდი ტურბულენტობები ამ ქვეყანაში, რომ მე მომიშორო ეროვნული ხელისუფლება და მოიყვანო შენი აგენტი. არ მოგცემ ამის საშუალებას. ამის გაგება რთულია? აი, რამე ისეთი ვთქვი, რომ რაღაც დიდი პოლიტიკური წიაღწევები უნდა რამდენიმე სვლიანი კომბინაცია, რაც გვჭირდება ხოლმე, ხშირ შემთხვევაში. თუ რა მარტივი კომბინაცია შენ გინდა, რომ ეს კონდეს იარაღად, ბერკეტათო არ გაგიხსენი მოლაპარაკები და მიქნიო თითი, აქ იყოს ერთი ამბავი ატყდეს ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როგორც წინა გადაცემაში ვილაპარაკე, არა. შენ მეუბნები, რომ კი პრაგმატული დრო ეს არის, კი 90% შესრულებული უნდა კონდეს, კი 2030 წლამდე ვერ მიგიღებ და დახურულია ყველასთვის. მაგრამ მაინც როგორ იკადრე და არ თქვი რომ შეგეხვეწები. აი აქ როგორ შეიძლება ჩავს, აქ როგორ შეიძლება სხვა იყოს მართალი, რასაც მე ვლაპარაკობ ამის საწინააღმდეგოდ, ხო? ხო გამორიცხული ამბავია და ხო დადასტურდა რომ ეს იარაღად უნდოდა თურმე რა ამბავია, ისევე როგორც გამჭვირვალობაზე დადასტურდა რომ ეს მათთვის მტკივნეული თემა იყო. დადასტურდა ხო რატო ატყდა ამ ხელ ამბავი რა რუსული კანონი რუსული კანონი არაფერი არ ემთხოვდა რუსული იგივე სფეროს მარიგიულებელ ნორმებს რაღაცა მესამე ემთხოვა იქ ის წერია იქ ეს წერია და ამ დროს ამერიკულსაც თუ არ ემთხოვდა უფრო მეტად და გაცილებით რთული ევროკავშირმა ხალხო წარმოიდგინე ევროკავშირმა გააჩერა ანალოგიური კანონის განხილვა და გაეპარა ვიღაცა ჭკვიანს იქ ტოპტვინს სამოტივაციო თუ განმარტებითი ბარათის დაწერის დროს რომ საქართველოს ვეღარ გავაკრიტიკებთ. ესეც ხო მოცემულო და ფაქტია. ამას მოусმინეთ და რა ხდება ნეტა ესეთი ვიღაცა ევროკავშირი საქართველოს ამ პატარა ვითომ მეორე ხარცხოვანი ვიღაცებს რომ უნდა წარმოაჩინო ქვეყნისთვის ჩაწერა რომ ამ კანონს თუ მივიღებთ ჩვენ საქართველოს ვეღარ გავაკრიტიკებთ ამ კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის მასშტაბით გაჩერდა რაღაცის განხილვა, იმიტომ რომ საქართველოს ვეღარ დაამონათებდნენ. ეს მარტივი ამბავია. ამაზე ხო უნდა ვიფიქროთ და ცოტა ვიაზროვნოთ. შესაბამისად, ყველამ უნდა დაფიქრდეს, ვის ემსახურება. რას და ვის ჩვენ ქვეყანას ვემსახურებთ. მადლობა. ყველა მიფიქროს ვის ემსახურებიან და აქედან გამოიტანოს დასკვნები. მადლობა საუბრობდა იმედი ლავაშ. დავემშვიდობებით მამუკამდინარდეს, მადლობა ინტერვიუსთვის. და ვიწევთ კიდევ ერთ სტუმარს, მიშო ჯავახიშვილს, ანსამბლ მართვეს სამხატვრო ხელმძღვანელს და ამასთან ერთად ვისაუბრებთ მიმდინარე თემებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით